საბა იუმორისტია, უყვარს წერა და პოლიტიკური ток-შოუები. ნაინო უკვე შემდგარი პოდკასტერია, უყვარს ლაპარაკი და მსოფლიო პოპკულტურა. ნაინო და საბა ამ ტრანზიტულ ეპიზოდებში უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს და დაკვირვებებს და ცდილობენ გაგვართონ. სადარე ეს არა ქვია. სპონსორშიპის დილები სადარეთ უკვე ენთუზიაზმზე ძართულია ამის კეთება. ხო, ეგ არის რა ქვია. პოდკასტინგის ტვირთი. მაგრამ იცი რა არის? არა, მე არ მგონია რომ ანუ ეხა უბრალოდ ძალიან მოუცლელი ვარ და ეგ არის პრობლემა, ანუ არ მგონია რომ მაგ კომიტმენტაც ვერ ავიღებდი რომ სპონსორშიპით ვაკეთო, ამიტომ მომწონს როგორც არის. არ გადაგვიხადოთ ძალიან. ხო. იქ რაღაცა ვალდებულებები იჩითება მე კიდეც. და ეგრე ანუ არ მინდა რა. გადავიფიქრე, კაი, გავაგზავნოთ. უბრალოდ დაბრუნება მჭირდება რა, იმ get my groove back. Pace-ი რო აიღო რაღაცა ფორმაში რო ჩაჯდე. კი, იმიტომ რომ ყოველ ისედაც არ კვირაში ერთხელ უწერდით, მაშინაც მავიწყდებოდა რაზე ვლაპარაკობდით ხოლმე და ეხა ხო მით უმეტეს დიდი ხანია რაც არ გველაპარაკია. ხო და კიდე უფრო ამოვარდი. ხურება გჭირდება ცოტა. კი. ეს შენ მაგრამ შენ ხო იმას ამბობ სულ რომ ჰა? რო წყვდები ნეტა ჩემი ხო ხანდახან, მაგრამ ჩემი ინტერნეტს ბრალეთ შენს არ ვიცი. აი მოიცადე შეიძლება იმის ბრალია მიკროფონის არის. ბაზარი არ არის. მაშინ ახლოს უნდა ილაპარაკო. ხო და თუ გავწყდები კიდე მითხარი, აბა. ხო და ეს რა ქვია. ხო არა რა ხო შენ ხო იმას ამბობ ხოლმე სულ რომ რა ქვია იმას არ ჩერდები იმდეს ლაპარაკობ და ცოტა აი მაგაში უნდა გადაერთო ახლა არ ვიცი რომ კი არის ეგ აქ ჩავხედე ხა რები ჩავინიშნე რომ შენთან მინდოდა განმეხილა არ ვიცი რაღაც აზრები არის აი აქედან დავიწყოთ და მე ეს არის. აი დაიწი აზრებით, იმიტომ რომ ზოგადად საინტერესო აზრები გაქვს ხოლმე. მადლობა საბა, ჭირდებოდა ეს გამხრევება ნამდვილად. ჩანიშნული მქონდა რომ ხო არ ვიცი ეს რამე ჯოუკის სეტაპია თუ არა, მაგრამ I don't care. რომ საქართველოში ანონიმური ალკოჰოლიკები არ იმუშავებდა. წინაზე კი გვახსენეს, მე მგონი არ ვიხსენებია. არ მახსოვს, მაგრამ რაღაცა მახსოვს, მე მგონი ვილაპარაკეთ მაგ თემაზე, არ ვიცი. არა, მე მგონი არ მახსოვს. არა, მე მგონი არ გვილაპარაკე, ამიტომ რომ ეს არის Matchman Kings-ზე ვილაპარაკობთ და მე მგონი მე აღარ ანუ დიდხანს შევყავით იმის განხილვას და ეს აღარ მილაპარაკე. ხო და მოკლედ საქართველოში ანონიმური ალკოჰოლიკების კლუბი არ იმუშავებდა. იმიტომ რომ ყველას იცნობს? კი. და თან მე სულ დალევით დამთავრდება ხოლმე უეჭველი. ყველა ვარიანტი. ანუ ვიღაცას მოაფუჭეს. ეგ ერთი და თან მე ვიღაცა წარმოიდგინე რომ იქო ჩასასტავდებოდა ეს ხალხი და მე თქვა შეიძლება რაღაცა პასუხისმგებლად მიდგომოდნენ ამას რომ თქვა ანონიმურ და მაინც ფხიზლად ყოფილიყო, მაგრამ მე ვიღაცის შვილის ქორწილი გაიჩითება ან ნათლობა და იქ ხოლმე დაპატიმრეს. მოუწევს. ეგ არის ძაკაი. ქართული ფრაზა დალევა მომიწია. დალევა მომიწია არის ყველაზე კაი გაპროვება. ხო და მოუწევს იქ ყველა ვარიანტი. ნამდვილ ანონიმურ ალკოჰოლიკებად გადაიქცევს, იმიტომ ან შეიძლება ნამდვილ ანონიმურ ალკოჰოლიკებად გადაიქცევს, იმიტომ რომ უბრალოდ შეიკრებებიან და ჩუმად დალევენ. ხო. ეგეც არის ვარიანტი. ეგრეთ იყო. მაგრამ პრემისი ის ქონდა რომ მოკლედ ყველა ერთმანეთს რო იცნობს უფრო მაგის გამო რა, ანუ ანონიმურობა არ იქნებოდა. ანუ მოკლედ რა ზოგადად ამ ალკოჰოლიზმის თემაზე საქართველოში ძალიან არა ცნობაზე არ არის. აი ეხა გამახსენდა ერთხელ უბანში ვიყავით რა და ვაბირჟავდით ერთი პატარა ვიყავ ერთი ალბათ ბრუკლინში 13-14 წლის და ვიღაცა ტიპი არა იარმორკაზე ამ შემთხვევაში და ვიღაცა ტიპი მოვიდა რა
ეზოში ჩვენთან ვიღაცას ეძებდა არ ვიცი და მაგარ პახმელიაზე ვარო და რაღაცა ღვინო ქონდა რა რომ ამასთან მოვედიო რომ პახმელიდან გამოსულიყავიო და არ არისო და კაროჩეო ეხა თუ არ დაულიეო მოვკვდებიო და თქვენო რა მარტო რო არ დაულიეო ლოთივითო ახალგაზრდა ბიჭი იყო რა ერთი ალბათ 35-მდე მაქსიმუმ და თქვენო აქ რო აბიჟავებთო მე პროსტა დავიждებიო და დავლევო რა ხო და კაიო, ნუ კაი თქო რა ჩვენ უთხარით და ამ დროს როგორი თემა იცი ორი ტიპი მოდის ვიღაცა მაგრამ თქვენ 13-ის იყავით, ანუ თქვენთვის ახალგაზრდა არ იყო მაშინ. ეხა დელი გადმოსახედით? ეხა დელი გადმოსახედიდან ახალგაზრდა ხო თორე მაშინ თქვენთვის ვიღაცა ბიძა კაცი მოვიდა. მაშინ ზროსლი ბიძერი იყო რა ეგეთ პონჩი, მაგრამ ხო და ზის ეს და უბერავს თავის პონჩი და თან გვებაზრება რაღაცა ჯიგრულად რა ისეთ პონჩი რაღაც ზმაკაცურად და უცებ ხედავს რომ ქუჩის მეორე მხარეს ათონელზე ხდება ეს ამბავი ქუჩის მეორე მხარეს მოდის ორი ბიძა არიან და აი 50-ს გადაცილებული გამხმარი თბილისელი ტიპები რა რაღაც ლავაში მიკეჯაგერები და მეორეს ტუშონკა და ამან ეგრევე დაამუღამა რომ ეხა ორი შუახნის ტიპი რო ქუჩაში ლავაში და ტუშონკით მოძრაობს თემა არის და დაუგზახა ამათ რომ ჯიგრებო მოდითო რა მარტო დალევა არ მინდაო და ვიღაცაო ლოთი არ გეგონოს და ისინი ეგრევე გადმოვიდნენ ეს სადღაც მიდიოდნენ იქ სასტავი ელოდებოდა თუ ეჭველი რა ამ ტუშონკით და პურის სადაც მიდიოდნენ ისინი დაივიწყეს შეიძლება სახში ცოლმა ტუშონკა სახში უეჭველი არ მიდიოდნენ დასალევად რაღაცა ფული შეკრეს ტიპებმა და იქ ტუშონკა და ის იყიდეს პური რომ მე დაელიათ რა და ისინი დაივიწყეს სადაც მიდიოდნენ და ამ ტიპს დაუჯდნენ იქვე შუა ქუჩაში და უბერავენ რა კიბეზე ჩამოდეს ეს ისა რა ქვია ორი ლუკმა საჭმელი ამას თავისი ღვინო და თან ეს რაღაც ლოთი არ გეგონოთ რა ჯიგრებო რა პროსტა პახმელიაზე ვარ და ამათაც ეხა სიტყვა ლოთი მაგრად გაუთხდათ რომ არა ჩვენც არა ვართ ლოთები ძმაო რა პონტია ეხა პროსტა ჩვენც გვისწორდება დალევა რაღაცა და ამათ ესენი შეყვნენ და რაღაცა მე ჩვენ მოუწყდით რა იმიტომ რომ ეხა იქ რაღა გვინოა ეს ტიპები რო სვავენ იქ ხო და ეგეთი უცებ ანონიმურ სიტუაციაში დაიჩიტა ეგ თემა იქ ანუ შესაბამისად არ არის ახლობლობა საჭირო ეგრევე ის არის ხო ეგ ბაზარი არ არის მაგრამ მე იმას ვამბობ რომ სიტყვა ანონიმურობის არსი დაირღვეოდა აი ეგ უეჭველი ის იქნებოდა და ზოგადად მოკლედ ქართველების და ანუ ეს ანონიმური ალკოჰოლიზმი ხო საერთოდ ქართულ რეალობაში არ ეგ თემა არ არსებობს რა და გავიგე რაღაც ამერიკული ფილმებიდან რომ აი ხალხი და რაღაცა და დადიან და იქ რაღაცა შეერინგი და აი ჰოი და მე იმაზე ფიქრი რომ საქართველოში ანუ ლოთი არავინ არ არის, მაგრამ ყველა ლოთია. მაგრამ ესეთი დიაგნოზირება, ნუ ბოლო დროს უფრო დაიწყო კიდე მე ის რაღაცა კამპულების ჩადგმები და რაღაცები რო იყო, ოღონ მაგასაც ლოთობას არ ეძახდნენ, რომ აი ზაპოი აქვს. ანუ რატო უნდა ქონდეს ზაპოი და პრობლემა არ გაქვს ალკოჰოლთან. ხო, მოკლედ ქართველი ლოთები არ არსებობენ. ისია ძველ პაკალენიაში იყო მე მგონი მაინც იმიტომ რომ ბაბუა ჩემი ითვლებოდა ლოთად როდის გახდა ნეტა ისეთი საჭიროება მე რომ ჩემი მახსოვრობა რომ მის პერსონასთან კავშირდება უკვე მაგ დროს უკვე გქონდა ეგ სტატუსი მინიჭებული ხო, ანუ შენ, ნუ ჩვენ ბავშვობაში სხვათა შორის რამდენი ერთხელ იყო ეგეთი შემთხვევა არ დავასახელებ ეხა სახელდაგვარს, მაგრამ ნუ მაგრად მიყვარდა თავისთავად ბაბუაჩემი მაგარი ჯიგარი კაცი იყო და ერთხელ მოვდივართ პუშკინზე რა და გააჩერა ვიღაცა ტიპმა და იბაზრეს რაღაცები ილაპარაკეს აქ-იქ და რომ გამოვედით ვინ იყო მეთქი ვეკითხები და მეუბნება ძველი 81 წლის თბილისის დინამოს ერთ-ერთი ფეხბურთელის სახელდა გვარს და მეთქი ამას საიდან ისო რაღაც ძალიან აღფრთოვანდი რა და მე რომ მივედი მამაჩემს მოვუყევი რომ მეთქი ესე რაღაც ამას იცნობს მეთქი თურმეო და ეგრელიო ერთად სვავენო სულო აუ ეგ ცალკე სხვათა შორის რამდენი ადამიანი იყო ეგეთი რომ აი ეს მაგარი ფეხბურთელი იყო მაგრამ მე გალოთდა უბანში ერთი ეგეთი ტიპი ყველგან იყო რაღაცა staple ქართული უბნის staple რაღაცები მოხუცი ქალი რომელიც ყველას ეჩხუბება და ბავშვობაში ვერ იტან მაგრამ მე შენ ხდები ეგ მოხუცი ქალი
ვიღაცა კიდე ერთი ფეხბურთელი რომელიც მაგრა თამაშობდა მაგრამ აი ეგეთი ისტორია მაქვს მაგალითად ერთხელ პიონერთა სასახლეში არა უკვე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ყო ეგეთი ბებერიც არა ვარო პიონერთა სასახლე ყოფილიყო რაღაცა შეხვედრაზე ვიყავით ამასაც არ დავასახელებ ერთ-ერთ ქართველ მსახიობთან რომელიც მაგრად მევასებოდა იმიტომ რომ დათა თუთაშკიაში თამაშობს რა და ნუ ძალიან მაგარი მსახიობი არის ოთარ მეღვინე თუ ხუცესტი არის მაგას ვიტყვი მაინც რო ისე ანონიმურობა რო არ დავარღვიო რა შემთხვევაში ხოდა რაღაცა მივედი და ავტოგრაფებს დაგვირიგა ბავშვებს იქ და მე სახში მივედი და აქაც ამ შემთხვევაში მამაჩემს ვეუბნები რომ ეცკი ნახე ავტოგრაფი და ვერ უთხარიო ბაბუაშენის სახელიო ეგენიო ზვაკაცობენ სულ ერთად სვამდა ისე მამაჩენისთვის ანუ it skipped a generation ის იყო ალბათ ეთყობა იმდენ ანუ ბაბუაშენ იმდენ სვამდა რომ მამაშენისთვის უკვე ის რაღაც ძალიან ის ქონა რა მაგალითად ქონდა რომ ეს ზედმეტია როცა უკვე დინამოს ფეხბურთელიდან ნაღulis ბუშტიც აწუხებდა და ეს რა ქვია მაგალითად ალბათ შეუწყო ხელი რომ ეთყობა რაღაც ეგეს ის გამოყვა ანუ შვილები რო არ გაგვილოთდნენ ჩვენ უნდა გავლოთდეთ დასარი შენ შვილებს გალოთება საქართველოს სლოგანი შვენიერი ხო skip the generation მაგრამ მე აღარ ხა ეგრე გამოდის ხო კი მაგრამ არა ხო შენ არა ხო ლოთობას არ ვერ გატყობდი მე არა არ გეტყვი რას გატყობდი მაგრამ ლოთობას არა მე არ ხო ხო მაგას რასაც მატყობდი მაგასაც აღარ ვეტანები დიდად შესაბამისად ამიტომ შენ შვილები next generation კაი მე მგონი ლოთობის თემაზე პრინციპში სხვათა შორის აი ანონიმური მეებზე მაგაზე მეც ვიფიქრე ერთხელ მაგრამ მე ვფიქრობდი ხოლმე უფრო იმის პონჩი რა anonymous addict-ების პონჩი და ეხა არ ვიცი შეიძლება არსებობს საქართველოში რაღაცა ეგეთი წრეები და რაღაცა რომელზეც დადიან ადამიანები და ვიღაცისთვის შეიძლება მუშაობს არ ვიცი მაგრამ რაღაცა აი ზუსტად ეგ შეგრძნება მქონდა რომ გახსოვს Breaking Bad-ში ჯესი რომ იდის მან და იქ ბოლოს რომ გამოტყდება რომ სინამდვილეში იმიტომ მივიდა იქ რომ გაყიდოს ეს ყველაფერი იქ ვინც დადის არა მახსოვდა ეგ ძალიან დიდი ხნის რომ ხო ეგ ეპიზოდი არის და კარჩე ჩვენთან ეხა ეგ არ მუშაობდა აქაც როგორი თემა არის რომ ძირითადად არის ხოლმე ეკლესიებში რა ეგენი მოწყობილი და ანონიმუს ალკოჰოლიკები და სივრცე და ეგენი ეგ არის და ჩვენთანაც როდესაც რაღაცა გადასაგდებად რომ მიდიოდნენ ხოლმე სულ მონასტერში მიდიან ეს ტიპები და ყველაზე მთავარი რა არის იცი რომ იქიდან რომ ჩამოვიდოდნენ ხოლმე იქ სხვა უბნელები ხო იყვნენ ჩასულები რომლებიც სხვა უბნიდან ტიპები რომლებიც ასევე გადასაგდებად იყვნენ და ეგ კონექშენები ხდება და ხოლმე იქიდან რომ ჩამოდიოდნენ უკვე სასტავი მე ერთად ჩალიჩობდა ხოლმე ანუ ეგ პოინტი იყო და ეს იზრდებოდა ხოლმე წრე რა მაგიტო არის მაგას კიდე ეკლესიაო არ გვინდაო ისაო ესე აკავშირებს ხალხს მე მგონი ჩემი ინტერნეტის ბრალი იმიტომ შენთან მოდის გვიან ჩემი ხმა და მე ხან მესმის და არ ვიცი ხალხიც გაიგებს თუ არა მაგრამ ნუ იმედი არა. იცი რა მოიცადე ერთი წუთი მე გადავრთავ იმას რა ქვია მიკროფონს იმიტომ რომ მე რაღაცა ისე მაქვს დაყენებული ეს მიკროფონი რომ ეს ხმები შემოვიყვანო ხოლმე. თითლი ბაზები. ანა ესა. კაზიოლებო თქვენა რა. თქვენ კაზიოლებო თქვენა რა. ეხა შენი ხმა დაახშე. იყოს. ძალიან ცუდად არის მოდა. აბა ეხა კარგად მოდის. ეხა მესმის კი. ოკეი. და იმ ხმებს როგორ შემოიყვან? ვერ შემოვიყვან იმ ხმებს სამწუხაროდ. კაი, თუ დაგჭირდება, დაგელოდები და გადაიყვან. თუ დამჭირდება, გადავრთავ ხოლმე და მასე იმას. ხო და მოახერხებ რამეს. კაი, ამ ეპიზოდს ცოტა მივჭრი. როდის უნდა მივჭრა, არ ვიცი, მაგრამ მივჭრი. ხო. ან შეიძლება არც. ვიდეოს არ ვჭრი ხოლმე, მეზარება. თან მაინც პირველ 5 წუთს უყურებთ თქვენ აბოზრებო. კასიოლებს
მე გეტყვი, რასაც გავაკეთებ, შენ რო ილაპარაკებ, მაგაზე მექნება გადართული და მე რო ვილაპარაკებ, გადმოვრთავ მიკროფონზე. იქნებ ჩემთანაც საჭირო იქნება ხმის ეფექტის გაკეთება. ხო და შენ რო გააკეთებ, ხო შენ დაგასვავ ხმის ეფექტს, მაგას გეუბნები. ხო, კაი. ოკეი, მივხვდი. მაგრამ შენზე ვინ იზამს? დავიმახსოვრებ და გავაჟღერებ. კაი. შენ გააქვს რამე სიაში? ჩვენ ხო რაღაცა რა ქვია, არაფერი სიაში არაფერი არ მაქვს. ეს უცხო პლანეტელების თემა რო იყო ერთი ეგ მაგამ ბაუზე რაღაცა არ არის აპდეიტები. ეს ჩაგვია რაღაცა. მოიცა, მან რაღაცის თქმა მინდოდა და რისი თქმა მინდოდა, არ ვიცი, მაგრამ გააჟღერ ეგ ნიუსი და იქნებ წამოიღოს. თუ არ წამოიღო, ამოვჭერთ. თუ არა და მაინც არ გვისმენენ. ხო და ისა რა ქვია, მან რავი, იდეაში ეხა ბოლოს ერთი კვირის წინ ვნახე რაღაცა ნიუსი, რომელშიც სეტი რო არის, რომელიც ანუ intelligence lives რო ეძებს რა, კოსმოსში მაგ ორგანიზაციას ქონა გამოქვეყნებული რაღაცა გამოთვლა, რომ 30-დან 40%-მდე არის შანსი, რომ უცხოპლანეტური რაღაცა აპარატი იყოსო და საკმაოდ მაღალი შანსი არის ეგ მე მგონი. ეხა 30 მოიცა ჯერ ნიუსი მოყევი ეს ჩამოფრინდა თუ იპოვეს თუ გადაგვიფრინა თუ რა ხდება საერთოდ ნიუსი აღარ მახსოვს ხო და არ როდის იყო არ მახსოვს მოკლედ ერთი სადღაც მე მგონი ფებრუარში თუ მაისში არ მახსოვს რა მოკლედ აი გაზაფხულის პერიოდში გაიჩითა რაღაცა ცნობა რომ მოდიოდა რაღაც დიდი ობიექტი დედამიწისკენ რაღაც უცნაური ტრაექტორიით რომ გამოთვალეს ეს ტრაექტორია ისე უნდა მოსულიყო აგრო სექტემბერ-ოქტომბერში უნდა ყოფილიყო თან რაღაც სიჩქარე იცვლი და თუ რაღაცა და ეს ტრაექტორია იყო რომ თითქოს რომ ჩაივli და ამ პლანეტებთან იმათი რაღაც გრავიტაციული ველი და ლაჩქარებას იღებდა და მაგ მხრივ გამიზნული ორბიტა კი არა და გამიზნული ტრაექტორია ჰქონდა რა თითქოს და თან ისეთ პონჩი იყო რომ როდესაც დედამიწასთან ყველაზე ახლოს იქნებოდა ისე იქნებოდა ისეთ პოზიციაში იქნებოდა კოსმოსში მზესთან მიმართებაში რომ ვერაფრით ვერ დავინახავდით ჩვენ რა იმიტომ რომ ამ მზის სინათლეს მოეფარებოდა ხო და მაგაზე წამოვიდა ლაპარაკი რომ მუა რო იყო თუ გახსოვს ადრე რომელიც ესე თქო და თან თეორიული თემა ის იყო რომ ეს მოდიოდა ვარსკვლავთ შორისი ობიექტი იყო რა ანუ მზის სისტემის გარედან უნდა შემოდიოდა ეს რაღაცა ხო და შესაბამისად ადრეც იყო ეგეთი ობიექტი უმუა შემოსული რომელზეც ჰარვარდის ესეთი პროფესორი არის ავილოები რომელმაც განაცხადა რომ ესო უცხოპლანეტური ის იყო რა რაღაც აპარატი რომელიც შეიძლება საერთოდაც უბრალოდ შემთხვევით ჩაიარა იმიტომ რომ სადღაც სხვაგან მიდიოდა და უბრალოდ ჩვენ სისტემაში მოუწია გავლა და ხო და თან რაღაც ესე რადარებით იმაშვები შეიძლება ასკანერებს რაღაცეებს რა არის თუ არა სადმე რამე ღირებული ხო და შეიძლება რაღაც ერთი შეიძლება დასალევად მიდიოდნენ მაგაზე ეხა იცი რა ნიუსი გამახსენდა ქუთაისში იყო მგონი თუ სადღაც ამას წინ მოკლედ ეს იყო გადააზიარეს ქუთაისში რომ ბანკი დააყაჩაღა იმის ის იყო რა ქვია სცენარი არის იმის პოსტად იყო გაზიარებული რა კურიოზები ხდებოდა და დიალოგი ამ იმასთან მძევლებს და დამყაჩაღებელს შორის და მე კომენტარებსაც შევყევი იმიტომ რომ იქაც რაღაც ახალისოები გაზიარდა და ვიღაცას ხონდა მაგაზე საუნდი მაქვს მიდე ქუთაისის დაყაჩაღებაზე აუ რა არ ვი ბრატ მაგარი კაროჩე ჩიკაგო გაიჩიცა რა განგსტერობა მიდის ბრატ აქანე პარი აკაკა რა იმნაირი არაფერი არა საკაი ეს საიდან საუდი არ მახსოვს ეგ არის იმიდან რა ქვია შესესეს ფარული ჩანაწერებიდან არის ერთ-ერთი საკაი ემი ზოგადად გირჩევთ რომ ვინც არ უსმენთ და ეს ჟანრი არიცით შესესე დაახლოებით თვეში ან ორ თვეში ერთხელ აქვეყნებს ხოლმე ძალიან ვრცელ ოპერატივს სადაც არის ხოლმე ეს ქურდული გარჩევების ფარული ჩანაწერები და
აი ძალიან სერიოზული დრამები იდგმება ხოლმე, მაგალითისთვის თქვენ შეიძლება არ იცოდეთ, რომ გარდა ქუთაისისა, სხვა ქალაქიც არის ჩიკაგოთ ქცეული და ეხლა მაგაზეც მაქვს საუნდი. გორი იმენა ჩიკაგო გაეცრო რა. და ყველაზე ეხ შენ ხმაღარ ისმის. ან რას დააგრიხინებ? ან ისე დატოვე ანასე. ხო ისე წდება ხო და. ხო ყველაზე მთავარი რა თემა არის, იცი რომ ამ ხალხმა იცის ჩიკაგოში რა სიტუაციაა რა. განგსტერობა მიდის და ამ შედარებას აკეთებენ ამ თემასაც. ძალიან გლობალურად ინფორმირებული განგსტერობაში რა ხდება ზოგადად. ბიჟავიკმა ხალხმა ყველაზე მეტი იცის. ხო და მანდის არა ქვია ერთ-ერთი ნიუს ანუ ერთ-ერთი კომენტარი იყო კიდე გაახსენდათ ნიუსი სადაც მე მგონი ეგეც ქუთაისში იყო მარშრუტკა გაიტაცა კაცმა თუ ავტობუსი ხო და ის რა ქვია და ჩემთან მივდივართ ყველანი დასალევად აუ ხო რაღაცა რაღაცა მახსოვს ხო და ეს უეფოც იქნება ეს რა ქვია. ხო, ეგეთი ვიღაცა ქუთაისელი. უეფო რა, ანუ უეფა და უფო შევაერთე და უეფო გავაკეთე. ხო და UAP არის ეხა. ოკეი. ანუ რაღაცნაირად მაინც ახლოს იყავით. ინაპლანეტები რა. ინაპლანეტიანი, ხო. ხო და მან აღარ მახსოვს ეგ ნიუსი შენ რო გააზიარე და მე გითხარი ვილაპარაკოთ თქო ეთყობა რაღაცის თქმა მინდოდა მაგრამ არ ვიცი რისი და ალბათ არ ვიცი ხო და შენ მე მომწერე ეგ ვიდეო სადაც მე განვიხილავდი თუ ეს მართლა უცხოპლანეტელები არიან გაგვანადგურებენ თუ არა რა ხო და მე მაქვს თეორია რომ არ გაგვანადგურებენ და ზოგადად კაცობრიობა მაგრამ გამოყენებიან ერთია და მე მაგალითად ის თემაც ადრე მაგაზე კაცობრიობას რატომღაც ეშინია და კაცობრიობას რა ხალხს რომ რაღაცა გარეშე მტრები გაგვანადგურებენ მაგალითად artificial intelligence-ზე არის კიდე ეგეთი თემა რომ ეხლა ძალიან ჭკვიანი რომ გახდება მე ყველას დაგხოცავს და მაგაზეც მქონდა არანაირი საჭიროება იმისა რომ ჩვენნაირი უაზრო ხალხი და უაზრო არსებები გაანადგუროს და რაღაცა გენოციდი მოგვიწყოს არანაირი საჭიროება არ არსებობს მაგის ერთმანეთის გენოციდი საკმარისი არის კი ბატონო ის აი მაგალითად artificial intelligence ჭირდება რომ პროსტა 50 წელიწადი იჯდეს და ტეტრისი ითამაშოს და დაგველოდოს და დანარჩენს მე ჩვენთან მოვაგვარებთ იქ ან თუნდაც იმას რა ქვია ცოდვა რატო უნდა დაიდოს რომელიღაცა უცხო პლანეტელმა თავისი ღმერთები ხوقავთ იმათ და იმის წინაშე ცოდვას არ დაიდებს სიტყვის რომ მოიცა ვაცალოთ ეხა ამათ და ერთმანეთს ამოხოცავენ იქნებ რესურსებისთვის იბრძვიან რომელიც ასევე გავანადგურეთ და არ გვაქვს ხო და არა საქმეც მაგაში არის რომ მაგ ვერსიაც იყო რომ ოქრო უნდათ და რაღაცა და აი ზუსტად ოქრო რაღაცა ზეგანვითარებული პლანეტა რო ხარ და ოქროები ახლა წავედი დუბაიში და ამ დროს მთელი პლანეტები და მეტეორები არის რომლებიც დაფრინავს მზის სისტემაში და იმდენი ოქრო და ბრილიანტი არის ზედრო დედამიწაზე რო ჩამოაგდო არ ვიცი მაგას გამოთვლილი აქვს რომ ვიღაცამ რო დაითრიოს ეს ისენი რა ჰაერში გამოკიდებული ეს ოქროს მეტეორი მთლიანად ანუ საშვილიშვილო კი არა ცხოვრებისეული და ყველანაირი კოლაფსი მოხდება ეკონომიკის დედამიწაზე ვერასოდეს და ვერ დაარეკოვერებს რა ანუ აი ქვიშა რო გახდეს უცებ რაღაც სავაჭრო ვალუტა ეგეთი გახდება ოქრო რა ხო და არანაირი საჭიროება არ არის კაცების დათვლილია ძალიან მაინტერესებს მაგრამ ის ეხლა ბოლო პერიოდში გავრცელდა ეგ ინფორმაცია იმაზე ბრილიანტები როგორ გააძვირა ხელოვნურად ერთ-ერთმა კომპანია იყო უკვე თუ უბრალოდ პიროვნება არ ვიცი მოვიდა შენამდე ეგ ალგორითმი არა ჩემამდე არ მოსულა ეგ მაგრამ ეჭვიც არ მეპარება რა ვიდის იმას რა ქვია სათვალეს იმაშვებიან სათვალეების იმას რა ქვია ჩარჩოების მონოპოლია აქვს ერთ კომპანიას თუ ორს არ ვიცი და მაგის CEO ნაგლად იჯდა ეგ ინტერვიუ ნანახი მაქვს ეთერში და ამბობს რომ რასაც მინდა იმას დავოდებ ფას იმიტომ რომ რასიზავთო გადაიხდით აი ნაგლად ამბობს იმენა ტიპი მაგას That's like, what the fuck can you do? Nothing.
ხო და მან ანუ გაკვირვების ეს არ გამიკვირდა უბრალოდ ეს მთელი ის რო აი ბრილიანტი და მოკლედ ისა იყო ეგეთი რომ ხელოვნური ბრილიანტები იდეაში ფაქტიურად ვერ გაარჩევ ბუნებრივისგან მაგრამ ეს ბუნებრივების შეიძლება ხარ ვამახინჯებ ამ ისტორიას მაგრამ მოკლედ ბუნებრივებზე მახსოვს რომ ამ ტიპმა ვისაც პირველმა დაიწყო ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მოპოვება შეისყიდა ყველა ეს რა ქვია მაგათ მაღარო თუ რაღაცა და მოკლედ დააჯდა კაიხანს ამ ბუნებრივ იმებს ბრილიანტებს იმისთვის რომ ფასი გაზრდილი ანუ არ იმაშვებოდა რა ქვია ბაზარზე არ ყარიდა რა ხო და ჯამში მე მგონი ხელოვნურსა და ბუნებრივ ბრილიანტ შორის დიდი განსხვავება არა მე ზოგადად საერთოდ არ მესმის და ვერ ხვდები ამ ძვირფასი მეტალებისადმი ეგეთ აი ძვირფასი სამკაულებისადმი ეგეთ ფეტიშურ დამოკიდებულებას გარდა რავი ინვესტირების შეიძლება მეტი ვერ ხვდები რატომ უნდა ძალიან ესე გინდოდეს რომ ძალიან ძვირიანი ხო ცალკე აღებული რაღაც ხო იცის ალადინში რომ რაღაცა დიდი ესეთი კრისტალი დევს და რაღაცა და რაღაცა ხო მაგრამ თუ მაგას იყენებ რომ რაღაცა სამკაული აწორო რომ იუველირი რაღაცა სილამაზეს აკეთებს მაქედან ეგ კიდე მესმის რომ თქვა თვითონ ის ნამუშევარი მოგწონს რა ხო ნაკეთობა და ეს ძვირფას თვლებზე გაჭედვა ხო ცოტა ხო და იმ ნაკეთობაში ხელოვნური ბრილიანტი იდება და რაღაცა არ ვიცი ნახევარზე თუ პროიაფი იქნება თუ არა იცი რა როგორც აღმოჩნდა სხვანაირად ბრჭყვინავს ანუ მზის სხივს სხვანაირად იმაშება ანუ აი ეგეთი მოცლილი მინდა ვიყო რომ აი ბრილიანტის სხივის იმას უყურებდა ხო და ეგ ცოტა მოკლედ არ ვიცი არ მესმის ეგ კონკრეტულად ძვირფას თვალებზე აი ეგრე ჩაციკლა და რაღაცა ფეტიში რა დამავიწყა რაღაცა უნდა მეთქვა მაგრამ ეს არის ალბათ არ იყო მნიშვნელოვანი და იმ უფოზეც ალბათ რაღაცა ისეთი ხუმრა უეპა თუ რა თქვი UAP ანუ ეხა უწოდებენ ამოუცნობი მფრინავი არა მოიცა unidentified aerial phenomena ანუ ამოუცნობი საჰაერო ფენომენი ესე დაარქვეს which is like gender neutral ეხა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი იქნება თუ ხო არ ვაი რაღაცა დებილობა რომ იმიტომ რომ თითქოს UFO-ს რო ინსიმას არ ვიცი რაღაცა ხდება რომ Facebook-ს ჩემი ინტერნეტის ბრალი ყოფილა ოღონდ რატო არის არ ვიცი ჩემი ინტერნეტის ბრალი და ბოლო ის ფრაზები ცაცლო ეს ლაპარაკობდი რომ ოკეი მოკლედ ჩემი ინტერნეტის ბრალი რომელი ნაწილიდან სადაც ის იყო რა ქვია ხუმრობა ვთქვი იმასთან დაკავშირებით რომ უეფოს ეძახიან ხო არ წინს თქო და მე მივხვდი რომ ყველა ხუმრობა იყო იმიტომ რომ it was ისეთი იყო რა ანუ მანამდე იმაზე ვიხუმრე რომ ის მეთქი ფუფტა მოვიწყდა უკვე მაგრამ gender neutral-ია ხო gender neutral ის არის თქო მაგრამ მაგიტო არ მიხუმრია რომ gender neutrality-ზე ვხუმრობ მაგრამ არ ვიცი ხა აუ კიდე ამაზე ცალკე ის რა არის ხო შევთანხმდით რომ ლიბერალიზმი არის ძნელი და ამიტომ მოზომილად იხუბა კი და ცალკე ამას სხვა შეს უკვე ნელ-ნელა აიწია ტრენდ არ დაგავწეს თქმა უნდა მაგრამ ნელ-ნელა აიწია იმის ტრენდმა რომ რაღაცეებზე როდესაც მოცემულობა ისედაც ნათელია და ოღონდ რაღაცა ძალიან ის ხალხიც ვინც ამაზე მოკლედ ტვინს ბურღავს ცოტა მგონია რომ თავისი ინტელექტის ტკბობაში არიან იმიტომ რომ ვიღაცა გოგოს რატო უყურეღონ არ ვიცი ცოტა rage bait იყო ჩემთვის 2 წუთი ხსნიდა იმასთან დაკავშირებით რომ მე არ ვარო ვალდებულიო რომ თქვენო პრემისი აგიხსნათო იმიტომ რომ ვიღაცას რაღაცა ეწყინაო როცა ის პრემისი ისედაც იგულისხმება ისეთი ადამიანებისთვის ვინც წაიკითხა და იცისო ხო და ნაწილობრივ ეთანხმები მაგრამ თან ძალიან patronizing-ად ლაპარაკობდა ამასთან შევით და აი თემას გააჩნია ესე მგონია ანუ ყველაფერზე იგულისხმება არ არის და თან თუ ერთი წინადადებით შეიძლება თქვა რომ ვიცი ან რაღაცა იმაზე იყო კვების დიზორდერებზე ხო და თუ
ხო და იქ დაუწერეს რომ ამა რაღაც ერთი მიზეზი დაასახელა და იქ დაუწერეს რომ მაგის გარდა ბევრი მიზეზიაო ხო და ერთი წინადადებით შეიძლება ეთქვა რომ იცით რა მე ვიცი რომ ბევრი მიზეზია მაგრამ ერთ-ერთი არის ეს რომელზეც ბევრს ლაპარაკ ანუ ერთი წინადადების ამბავია რომ კონტექსტში ჩააყენო ადამიანი არ ვიცი ლიბერალიზმის რთულია და ინტერნეტის და ტვინი მეტყონებს ზოგადად ყველაფერი ძალიან გართულდა და აღარ გვინდა რა იმას ვიზამ ისე I'm gonna bake some pies ამ პოდკასტის ბოლოს რომ დიასახლისობა გირჩევნია ფაქტობრივად ეგ გამო მაინც ლიბერალიზმმა ბოლოს დიასახლისობამდე და ცხობამდე მიგიყვანა აი სავა ეგ არის მაგრამ თან რო არ მირჩევნია ეგ მაგრამ იცი რა არის ჩემი თავისთვის არა ეგეც დამეზარებოდა მე ყოველ დღე მაგის კეთებას დამღლელია კაი არ ვიცი let's not unpack this ყოველ დღე ყველაფერი მეზარება გასაგებია საერთოდ არ იყო საჭირო ეს დიდი ხანია რაღაც მეკითხები ხალხთან რო არ ვილაპარაკე ცოტა გამოვყლევდი ხო და იმაზე ლაპარაკობდი რაღაცაზე ხო და არა იმაზე რომ ეს რა ქვია ეს UAP ჩაანაცვლეს UFO-ს აღარ ეძახიან იმიტომ რომ ზეგმენტად სტიგმატიზებული ტერმინი არისო რა ანუ UFO დაკავშირებულია მაინც რაღაცა ისეთ შეთქმულების თეორიებთან და Fox Mulder-თან და რაღაცებთან და მე Fox Mulder-ზე გამახსენდა რომ Facebook-მა ალგორითმმა თავისთავად შემომთავაზა რაღაცა წიგნები რომელიც ვიყიდე ეგრევე იმიტომ რომ ძალიან სწორად დატარგეტებული რეკლამა იყო მართალია რაღაცა $4 გადავიხადე მაგრამ მაინც და ეს არის აი ეს ნახე საბავშვო X-Files-ი ზაზოხარელია კომიქსად არის თუ როგორ არის არა რაღაც picture book-ი არის დანასკალი და Fox Mulder-ი და მეორე მაქვს Alien-ი Чужой ანუ საბავშვო ელიენი ძალიან hardcore არის რომელიც არის A is for alien ეს კითხვას გასწავლიან ამის $4 გირდა არ დამეზარა და არ დამენანა და ვიყიდე ის სცენაც არის მუცლიდან რომ ამოდის მოიცადე ერთი მე მგონი არის რაღაცა ისეთი ფორმით არის ძალიან მაინტერესებს ლაპარაკი მე უცებ ნახავ ხო და ძალიან მაინტერესებს ბავშვებისთვის აი როგორ ანუ Aliens რო ვუყურე ალბათ რა 25-ის ვიყან საკმაოდ ისე დაგვიანებულად ვუყურე და ესა 1-2 ღამე ცოტა ცუდად მეძინა არა და არ ადვილად შეშინებადი პიროვნება ანუ რაღაცა ჰორორების და რაღაცების არ მეშინია მაგრამ იმდენად მაგრა გაკეთებული არის და აი ეს ჰორორი კი არ არის ტრილერი რო არის ფსიქოლოგიური და მთელი სასპენსზე ჩამოკიდებული ისა და ეს როდის გამოვა და როდის არა და ეს მუცლიდან რო ვარდება და რაღაცები ძალიან შემაშფოთებელი იყო თან სიბნელეში მარტო მიყურე გვაქვს ესე იგი ამოხტომა არ გვაქვს მაგრამ გვაქვს ეგეთი ისა სცენა რომ his tummy is rumbling დიარეა უბრალოდ და ჩვენ რო ელიენი გვეგონაო ჩვენ რო ელიენი გვეგონაო კუჭის გონი აშლილიო ხო და ელიენი სხვათა შორის კი ჩემი ერთ-ერთი კი არა და science fiction-ში ჩემი საყვარელი ფრენჩაიზი არის რომელსაც სხვათა შორის აი ბავშვობაში რო წამოწოლილი ხარ და შენი მშობლები რო რაღაცა უჟასებს უყურებენ და თან დაძინება რო გინდა და თან გეშინია იქ შენ ოთახში გასვლა და რაღაცა მასეთ პონჩი მქონდა ადრე ნანახი რა და მე დიდობაში როდის ვუყურე იცი მაგას ახლიდან და დააზრებულად აი ავოეჯი და ეგ ანუ ინტერნეტიდან მოკაჩვის თემები რო უკვე დაიწყო რა ხო და რო ვუყურე ძალიან სერიოზული შთაბეჭდილება მოახდინა რა ჯერ ერთი იმიტომ რომ იმდენად კარგი ხარისხით იყო გადაღებული და გაკეთებული იმ დროისთვის ეფექტები და თვითონ ეს ისიც რა ქვია ელიენი რა რაღაც პლასტმასის და რაღაცის არ იყო და აი მაგალითად ესთეტიკა როს ხედან იქ და რო ლაპარაკობენ ამაზე ამას მუცლის ტკივილსაც ეტყობა და რო იწევს იმას რა ქვია რა კანკალს და რო ამოდის იქიდან ეგ მომენტი ისე საკაიფოთ არის 78 წელს არის თან გადაღებული ხო მაგიტო ძალიან შთაბეჭდილება ისე მაგ color correction-ი ყველაფერი ისე მაგრად არის გაკეთებული რომ აი ძალიან სერიოზული შთაბეჭდილება მოახდინა სხვათა შორის ეხა დავარევოჩი დაახლოებით
ორი თვის წინ, იმიტომ რომ Alieners გამოვიდა ახალი სერიალი, მაგის იყურება მინდა და დაუჯექი და მთელი ელიენები ვნახე და მათ შორის ისენი რა, ეს პრიკველები, პრომეთეუსი და რაღაცეები, რომლებიც გამისწორდა სხვათა შორის არ არის ცუდი მითოლოგია, რომელიც გააკეთეს. ეხა უნდა ვნახო ისა რა ქვია ეს თვითონ სერიალი რა Alien Earth და ეხა გავიგე სხვათა შორის კიდე ახალი ნიუსი იყო მაგაზე რომ Sigourney Weaver-მა მოლაპარაკებები დაამთავრა Disney-სთან და მალე Ripley დაბრუნდება ახალ ნაწილში Alien-ის და სხვათა შორის აი ბავშვობაში აი რაც ყველაზე მეტად ჩამრჩა და რომელიც ძალიან შთამბეჭდავი სცენა იყო და დღემდე ძალიან მიყვარს Ripley-ს და Alien-ის ბოლო ბრძოლა იმითი რობოტით რო ეჩხუბება და რო გადააგდებს იმიდან რა ქვია ხომალდიდან ეგ ძალიან შთამბეჭდავი ის იყო რა ქვია ხო და მოკლედ კიდევ სპოილერი ხა მაგრამ რაღაც მომენტში მაგრამ არა 78 წელს გავაკეთე აქამდე თუ არა გაქვს ნანახი ხა science fiction ადამიანი თუ გევასება ადამიანს და აქამდე არა გაქვს ნანახი მეტი ზღირსი ხარ მართალია იმის ზღირსი ხარ რომ მუცლიდან ამოვიდეს ელიენი that was too much okay I'm sorry science fiction correctly კი Gal Gadot რო ანსახიერებს ის კაცი ნანახი ყავს Instagram-ზე არა მოკლედ Instagram-ზე არის ესეთი საიდან მოკლედ ხო თან წინა იმაზე ამ Gal Gadot-ს ასლოკინებს ჩვენ პოდკასტის მერე მგონი რაღაცნაირად ესა არ ვიცი წინა პოდკასტის გამოიყო თუ რა იყო ეთყობა ჩემმა ტელეფონმა გაიგონა Gal Gadot რო ახსენეთ მაგრამ ცხოველს მეგონი იმის მერე დაიწყო ალგორითმა ამოგდება მოკლედ ერთი ის არის რა ქვია Gal Gadot თავის დროზე ისრაელისთან დაკავშირებული პოზიციის გამოხატვის გამო მოკლედ ძალიან ესე აიგდო ინტერნეტმა და უკვე იქიდან გამომდინარე რომ არც გადასარევი მსახიობია მარტივი არ იყო მოკლედ მის ცოტა ტროლვა რა ხო და მან მივხვდი რომ რა მნიშვნელოვანია პროფესიონალი რო ხარ შენ საქმის მერე წართულია რომ გაგაკრიტიკონ ხო და არ ვიცი მოკლედ მაქედან წამოვიდა თუ არა ეს საწყისები არ მინახავს ამ ვიდეოების მაგრამ მგონი რომ მაქედან წამოვიდა რა იმიტომ რომ მეტი Gal Gadot რატო იყო ანუ რატო იქნებოდა აქტუალური არაფერი ისეთი არ გავუკეთებია ეხა რომ აქტუალური იყოს ხო და მოკლედ ამ ბიჭმა გააკეთა თან მანამდე ქონდა ალბათ Instagram-ი და ასახიერებს Gal Gadot-ს ოღონდ ანუ ისე ასახიერებს რომ მართლა Gal Gadot არის აი TikTok-ზე რო ორი ბიჭი არის ია ფარულავას და იმას რო აკეთებენ რა ქვია Maya Satians ძალიან მაგრა და გია შულამელაშვილს აკეთებს აი როგორც არაფერს რო არ შვებიან ანუ არაფერი არ აქვთ არც პარიკი არაფერი მაგრამ ანუ განსხეულებული ეს მაია და ეს არის მართლა აი ისევე აკეთებს ეს ბიჭი Gal Gadot-ს უაზრო გამომეტყველებას ანუ მართლა Gal Gadot არის ოღონდ აი არაფერს არ აკეთებს არც ვის არის არაფერი არაცვი არაფერი უბრალოდ რაღაცა ისინია და სიტუაციებია მოკლედ რომელშიც რაღაცა Gal Gadot-ს ახალი როლი აქვს და თავის მეგობარი ესაუბრება და ეს რაღაცას პასუხობს ოღონდ აი ძალიან უაზრობებს როგორც Gal Gadot ეტყოდა იმიტომ რომ და მე დავაკვირდი რომ მართლა ყველა როლში ძალიან ანუ ვერ ჩამოყალიბდი მოკლედ მის უნიჭობასთან დაკავშირებით რომ ძალიან უნიჭოც არ არის მაგრამ მოკლედ რაღაცა A-listeri ნამდვილად არ არის და მომენტ მასზე უფრო ნიჭიერი ხალხიც არსებობს ვინც შეიძლებოდა რომ ჰოლივუდში დავამკვიდრებულიყო მე მგონი რაღაცა სხვა რაღაცის გამო გატრენდდა არ ვიცი რა არ ვიცი რის გამო ეგ ისტორიაც არ მაქვს პრახადი მეცია მოდი ხო არ ვიცი მოკლედ ანუ რაც ნამდვილად არის ულამაზესია აი ძალიან ლამაზი ქალია და ძალიან უნჭოც არ არის მაგრამ აშკარად ყველა როლს ერთნაირად თამაშობს
მასზე უნჭამსახიობებს მინახავს, მაგრამ აი რო დააკვირდები ყველაფერს ერთნაირად თამაშობს და მოკლედ მაღაზია ამ ბიჭსაც ჩაჭერილი რაღაცა, ჩაჭერილი აქვს და დაჭერილი აქვს ეგ მომენტი და ძალიან სასაცილოა. მე მგონი ძალიან დიდხანი ვილაპარაკე გალგადოზე. ხო, დიდად არ მახსოვს მაგისი, რომ ერთ-ერთი Wonder Woman-ში მახსოვს და ნუ რა ვიცი. Give me the stone. მე ვიყურე compilations გალგადოს ცუდი acting-ები და მართლა ძალიან სასაცილოა, მაგრამ აი ეგეთი ძალიან ცუდიც არ არის მე მგონი. ან არ ვიცი, მე ვერ დაბრმავებული ვარ მისი სილამაზით. ხო და აი მე მაგის თქმა მინდა რომ ზუსტად როგორც მსახიობზე მასზე არ მაქვს არანაირი ისა რა ქვია აზრი, იმიტომ რომ ვერც კი ვიხსენებ Wonder Woman-ის გარდა სხვაგან სალმყავს ნანახი რა, იმიტომ რომ არ ვიცი მართლა I don't know. რაღაცა შთამბეჭდავი ისეთი ძლიერი როლები მისგან არ მახსოვს. იმიტომ რომ სხვათა შორის ახლა მაგაზე გამახსენდა რომ ძალიან ლამაზია და რაღაცა მაქსილამაზის პონჩი კი შეიძლება იყოს რომ იმაში აი იმაზე იყო მარგო რობიზე ხო არის თემა რომ ჯიმ კერი ძალიან ცუდად დააბულინგა გრემ ნორტონის შოუში რო იყო რა ანუ ჩემი აზრით ცოტა ძალიან ზედმეტი მოვიდა ჯიმ კერის. ой, მართლა არ მინახავს. ო, იქ არის ის თემა, რომ რაღაცა შეხედეთ ამას როგორ მიაღწია წარმატებას, სულ ნიჭით და რაღაცით აი ესეთ რაღაცებს იმაშობა, რომ მინიშნებას აკეთებს იმაზე, რომ ლამაზი რო არის, მაგიტო ის არის და ეს ძალიან უხერხულად იმაშობა, რომ აი მე მადლობა და რაღაცა, გაიგე, იმიტომ რომ ხა მარგოსთვის ალბათ სამაგიერო ჩვენ ხარ ნამდვილად მახინჯი და სულ ნიჭით მიაღწია თქო. ხოდი. მარგოს ადგილას, მაგრამ მე არა ვარ ისეთი ლამაზი, რომ იუმორის გზობა არ მქონდეს. ხო და შესაბამისად one-linerებში ძლიერი ვარ, მაგრამ I have nothing to show for it. ხო და მოკლედ მარგოს მიუხედავად ანუ არ ვიცი მიუხედავად რატო ანუ ცოტა იმაზე ჯიმ კერის მოიცადი განდევნე ხო ანუ ეგეთი კრიტიკა თქვა გარეგნობის გამო ვიღაცა ჩასვეს ჰოლივუდში შეიძლება რომ იყოს გალგადოს პონჩი რა იმ არ ვიცი იმიტომ რომ აი ზუსტადაც რომ ეგეთ რაღაც შთამბეჭდავი როლები არ მახსოვს მარგოს შთამბეჭდავი როლები მახსოვს არა მარგოს ნამდვილად როგორც მსახიობი მახსოვს თუნდაც Wolf of Wall Street-ში ძალიან მაგრად თამაშობს რა იმიტომ რომ ბრიტანელი არის და Long Islander იტალიელ გოგოშკას თამაშობს რომელიც ხო ავსტრალიელია და რაღაც Long Islander იტალიელ გოგოშკას თამაშობს რომელიც იმიდან იმაშება რა ქვია რაღაც high level იმაში არა კაცო მარგო რობის ვაფშე ვერ შევადრე ხა ანუ ჯიმ კერი ალბათ ცოტა ეს არის არ ვიცი რა დაემართა შეიძლება შურიანიც არის ხო და ის იყო არა რა ეშურება ანუ like he's a legend ანუ ხო ალბათ threatened იყო რაღაცნაირად შეიძლება მე გეტყვი მან შეიძლება ტაქტიკა ხო არის ეგეთი რომ ქალებს ნირო დაკერონ რაღაცა შეფასება უნდა დაუგდონ და შეიძლება მაგას ჩალიჩობდა ეგ ნაბოზოვანი ეგ არა არა გამორიცხო ნახო single არის თუ არა შეიძლება მაგას ჩალიჩობდა შეიძლება მაგას ჩალიჩობდა თქვენ კაზიოლებო თქვენ რა ეგ მაგ არის ბრახები ჯიმ კერი არის ბრახები ცოტა სამუშაო გაქვს მაგაზე I'm not gonna lie it's not going very well ის ანუ მაგაზე იცი რა გჭირდება ეს დაფა უნდა გქონდეს და ტიმპიუ აი ძაღლებს რო იმებს ასწავლიან სიტყვების ლაპარაკს ეგრე ხო ანუ არა ხარ მომზადებული რა არა იმისი მეშინია საუნდის იმიტომ რომ ეს რა ქვია სოლო ვიდეოებს რომ ვაკეთებ ხოლმე იქ ვიცი რომ 1-2 წამი ჭირდება რომ ეს რა ქვია გადაჯდეს რა იმაზე ჩენელზე და მაგირო ვაპაუზებ ხოლმე და აქ ეხა ეგრევე რომ უნდა ჩასვა რაღაცა საუნდი და ესე მარტივი არ არის აქ ეს გალგადოს როლები კიდე გონია ხო და არა ხო შთამბეჭდავში არაფერში არ უთამაში ამიტომ რომ არც მიცემენ სავარაუდოდ და მე მაინტერესებს თვითონ თუ იცი ანუ ხო არის ხო რაღაცაები რომ იცი რომ ანუ ის არ ხარ რა ეხა რაღაცა ნიკოლ კიდმანი და method you can't go method ალბათ იცის
არ მგონია. ალბათ არ ვიცი, მაგრამ რაღაც მომენტში ვიცი რა არის, ალბათ კიდევაც და მეც რომ აქ პოზიციაში ვიყო, მეც მაგრამ მე კიდევ მგონია, კი. კი, მეც ეგრე მგონია. ანუ თან ის არის, რომ იდეაში ანუ მოდელობით დაიწყო და მისი მთავარი პროფესია ეს მსახიობობა არ არის და unless რაღაცა ოსკარის მიღებაზე ოცნებობდა ჩუმჩუმად და ყოველთვის უნდოდა რომ მსახიობი ყოფილიყო, მგონია რომ დიდად არ შეწუხდება, მაგრამ მოკლედ ეს ბიჭი ძალიან სასაცილოა და ეს არის ისე გენიალურად ასახიერებს და მე ხალხი უკვე რაღაც მერე კომენტარებში წერენ ხოლმე რომ უკვე მეწოდება მგონი და მგონი არც ისე ცუდი მსახიობია. მგონი ძალიან ცუდი მსახიობია და მოკლედ ძალიან გაყოფილი აზრები და რაღაცა ისეთ ზღვარზე არის რომ არც obviously ძალიან ცუდია და it works იმ როლებისთვის რომლებშიც არის შესაბამისად ეგრე ძალიან ცუდად არ ჩანს და მაგიტო ანუ she gets by რა შესაბამისად კარგი სუჭირავს პოზიცია სადაც აი ესეთი ალბათ რომ ამ ბიჭის ვიდეოებით მისი კარიერა არ დაინგრევა. მოდი სკანდალი მოვაწყოთ და დაასახელე ქართველი მსახიობი, რომელიც ეგეთი ერთნაირი არის ყველა როლში. ყველა. არ ვიცი, ძალიან ცოტა მე ხო რაღაცნაირად და ის ვარ. აი მე მყავს ერთი ეგეთი რომელიც ანუ ქართულ ძალიან კარგი მსახიობები მიყავს ზოგადად რა ანუ ბევრი არის რომელიც ძალიან მაგრად მეოსება და კარგები არის მაგრამ ერთი არის ორია ერთს არ დავასახელებ მაინც იმიტომ რომ მაინც ცოტა ისე ორბიტაზე ტრიალებს ჩემი საახლობლოსი და შესედი შესაბამისად გივი სიხარული მაინც ქართულად გივი სიხარული რა ის მსახიობია როგორ სხვათა შორის არა გივი სიხარული არ არის მაინც და მაინც ცუდი მსახიობი იმიტომ რომ რა როლიც აქვს ორი ნათამაშები ის რაც მახსოვს it's okay მაგრამ მაგი ცალკე ისეთი ტიპია რომელზეც არ ღირს ლაპარაკი გოგა ბარბაკაძე არის რომელიც ჩემი აზრით არის აბსოლუტურად აზე არ ვარ ვინ არის დათოს რო თამაშობდა შუა ქალაქში ხუჭუჭადები როა ეს ხო მე არ ვიცი ხა ეგ თეატრში როგორ არის იმიტომ რომ ზოგადად ყველა მედი გოგა ძალიან კარგი თეატრის მსახიობია შემოვა იხა ვიღაცა იტყვის და რიშარდ მესამე აქვს ნათამაშები გენიალურად არ ვიცი მე გეუბნები რომ რაც ტელევიზორში და ფილმებში მაგ ნანახი ძალიან ერთფეროვანი და ესეთი მე მგონი კოცი აქვს შესაბამისად შეგვიძლია აღრმა შეგვიძლია დავანებოთ კიდეც ქართულო მის ტალანტებს, იმიტომ რომ უკვე ყველაფერს ხაზი გადაესვა. მაგრამ ძირითადად ყველა უნიჭო ადამიანი კოცია. იმიტომ რომ ბოლო ნავსაყუდელი ეგ არის ხოლმე. იმიტომ რომ ნიჭიერ ადამიანებს არ ჭირდებათ არავის validation-ი და ის რა ქვია, ხელის გამოწვდომა, ისედაც აკვლევენ ცხოვრებაში გზას. და იქ იქნება უცხო პლანეტელები. Okay. ხო და ის არის. ხო და ამ უცხო პლანეტელებზე იმის თქმა მინდოდა რომ ალბათ რაღაცა ხუმრობები მქონდა იმ რანგიდან რომ ნეტა მოვიდნენ და ყველა წაგვიყვანონ მეტეორი დაგვეცეს და რაღაც ალბათ ეგეთებს ხუმრობდი და კიდე რაღაცებს რომ ამბობდი იქ ჩაგვიარესო უბრალოდ მეთქი ფრთხილად იყვნენ რუსთაველზე არ ჩაიარონ თორე დააპატიმრებენ ატეკერეტე ეგ ხუმრობაც მინდოდა ხო და მეტი თუ რამე გამახსენდა არ ვიცი შენ ალბათ შენც უნდა მომეწერა რა არასდროს არ ვიწერ ამიტომ არ ჩემგან არ გამოვა არაფერი რაღაცები რომ მახსენდება არ ვიწერ ხოლმე ან ისე ვიწერ რომ მე არ მახსენდება რა ჩავიწერ ხო და ახსოვს მე უყურებდი წინა იუმორის ეპიზოდში ჩაიწერე და ვიდეოები ჩაიწერე ვიდეო მანდაც ის არის თორე უცხო პლანეტელები რო დამადგენენ ვიდეოსაც კი აღარ გადავიღებ უკვე ხო და სანამ უცხო პლანეტელები დაგვიპყრობენ ხო მიდე სანამ უცხო პლანეტ მაგაზე გადახვალ ბარე მაქრე რამეს ვიტყვი რომ აი ეს უმუამუა და ეს თემა რო შემოვიდა ეს ახალი რაღაც 3i atlas ქვია რაღაცა ძალიან ბევრი ადამიანს გაახსენდა არტურ კლარკის რომანი არის Rendezvous with Rama ანუ შეხვედრა რამასთან რომელიც არაკთან რომელიც
რომელიც ძალიან კარგი science fiction რომანი არის. აი ეგეთი რაღაცა დიდი აპარატი მოფრინდება დედამიწასთან ახლოს და რაღაცა საერთაშორისო მისია მიდის, რომ იქ ჩავიდნენ და გამოიკვლიონ რა არის რა. და ძალიან კარგი რომანია თუ ვიღაცას ფიქრობთ რომ რა წაიკითხოთ და არიცით, ეს ამას გირჩევდით რომ თუ მომდევნო წიგნზეძებ წასაკითხათ და science fiction-ი გიყვართ ან science fiction-ი არიცით ზოგადად და გინდათ რომ მაგ ჟანრში შეაბიჯოთ არტურ კლარკის და უცხო პლანეტელები რომ დაგვიპყრობენ თუ გინდათ რომ სასაუბრო თემა გქონდეთ. კი ბატონო, ხო, თუნდაც. წაიკითხეთ ეს. შემდეგი ნაწილები არ დიდად არ მომეწონა, ცოტა ისეთი არის რა, რაღაცნაირი, მაგრამ ეს არის ძალიან საკაიფო და აუცილებლად გირჩევთ. მოკლედ მაგის. როგორი ნაკითხი მე არა. ხო და მე სხვათა შორის აუდიო წიგნს მოვუსმინე, მაგისას პირველი აუდიო წიგნი თვითონ ნიკითხავს. აუდიო წიგნებს ვერ უსმენ და რაღაცა და მე ვცადე რომ მოდი მეთქი ამას ვწდი მეთქი და ძალიან საკაიფოდ წაიღო სხვათა შორის აუდიო წიგნადაც. კი, მე მგონია რომ ჩვენ თუ გვისმენთ აუდიო წიგნის მოსმენის პრობლემა არ იქნება. ხოდა ეს არა ქვია. მეც მახსოვს, მეც მინდა რომ თქვა რომ წიგნები მაქვს წაკითხული და მახსოვს რომ გერბერტ უელსის ესენი რა ქვია, სხვა სამყაროები თუ არ ვიცი რა ქვია ქართულად, ეგ მაქვს War of the Worlds. ხო, თუ ეგ, ხო. სამყაროების ომები, ხო. ეგ წავიკითხე, ბავშვობაში წიგნი მაჩუქა ვიღაცამ, ბებია ჩემის მეგობარმა და ძალიან შთაბეჭდილი ვიყავი. და ეგეც ის არის. ძალიან კარგი მწერალია. მაგისი time machine-ი მევასება მე ძალიან. კი, ეგეც კარგი იყო. და ისა და ის არის ჯერემი აირონსი თამაშობენ, მშვენიერი ფილმი არის გადაღებული. ეკრანიზაცია ზოგადად. და უხილავი კაციოთ რაღაცაც ხო აქვს კიდე. მე მგონი ეს ნაკრები მქონდა როცა. მაგისი არა არ მახსოვს, მაგრამ მე მგონი რომ მაგისი იყო. კი, ნაკრები იყო, მოკლედ კაი სქელი წიგნი იყო, რომელიც წავიკითხე და ერთი დავალებებს ვერ ვკითხულობ თორე და დავალების რაც მაქვს იმ წიგნებს თორე. ხო და სანამ უცხო პლანეტელები დაგვიპყრობენ, გვისმინეთ. დაგვალაიქეთ, გამოგვიწერეთ, მეგობრებს მოუყევით და არაფერი, რა ვიცი, საბა ჩამოვა ევროპაში და მადლობა. და ვოისების გამოგზავნა თუ გნებავთ მეილზე 1 წუთამდე ვოისი გამოგვიგზავნეთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ისედაც ძალიან ბევრს ლაპარაკობთ და მაგაზე მეტხანს ვერ დაგითმობთ დროს. თან ეხა ძალიან მშვენიერი თემები არის, რომელზეც შეგიძლიათ თქვენი აზრებიც გამოთქვათ უცხო პლანეტელებზეც და მათ შორის ვიღაცეებს გავუტაროთ ეგ მეორე ეპიზოდი იქნება. ოკეი. კაი. ეს პირველი ინტრო არის, იმიტომ რომ იმდენ ხან ლაპარაკობდით რომ ამოწევს ზორად ჩვენს. ხო და მოკლედ მადლობა. მაშინ მოიცადე ახლიდან ვიტყვი ამას და ის მოიწევ. ვიდეოში არაფერს არ მოვჭერი, მაგრამ მიდი თქვი. ოკეი. კაი თქვი. ხო მოკლედ გამოგვიგზავნეთ კომენტები დაგვიტოვეთ, დაგვალაიქეთ და ისა რა ქვია, engagement-ი ძალიან გვიხარია ხოლმე. გვაგინეთ მაინც, არ ვიცი, რაღაცა კიდე. რა მაგის გეუბნები რაღაც კონტროვერსიული ველაპარაკობთ და ვერ ველაპარაკობთ კონტროვერსიულებს. აი ეს ვიღაცა წინა ეპიზოდი რასიზმზე unlike you-ს გაუკეთა თუ dislike you-ს გაუკეთა, იმან კომენტარიც მოგუწეროს რომ რაში არ გვეთანხმები ერთი რასიზმთან დაკავშირებით, ძალიან მაინტერესებს. ხო, მართალია, კი. ანუ unlike-ის დადება თუ გინდა თან არგუმენტი დაგვიწერეთ რატომა. ახსენ ძმა. თუ არა დაგიბარებს საბა ნიუ-ჯერსიში. ჩიკაგო, გორი ჩიკაგო გაიჩიტა.